გითხრათ, რომ ეს კონფერენცია ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის. 2 წლის განმავლობაში ჩვენ გარკვეული გამოცდილება უკვე დავაგროვეთ და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჩვენ გქონდა რა თქმა უნდა, ჩვენ ხარდამჭერს ყოველთვის გრეატიტუდო, ეს არის რესურს ცენტრის წარმომადგენლები, უფროსი სპეციალისტები, ქალბატონი იას ვიმონიშვილი, ქალბატონი მაკამონიშვილი და ქალბატონი ნინო ენიაშვილი. მასწავლებლები ყოველთვის უამრავენ ზურგს ერთმანეთს, ყოველთვის გადასცემენ თავიანთ გამოცდილებას და უზიარებენ უხვად ერთმანეთს. ეს არის მისი დასკვნები, დღეს ბატონი რომან ოჯანაშვილიც მინდა გითხრათ, რომ აი ამ პარტიული ურთიერთობებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი საინტერესო რამ გაკეთდა ჩვენ სასკოლო საზოგადოებაში და დღეს აუცილებლად თქვენს წინაშე ჩვენ დაგვეცეთ შედეგს და შედეგისას თავისი მოლოდინიც გვაქვს. ალბათ ყველა გამეთანხმებით იმაში, რომ ნებისმიერი ესეთი კონფერენცია ეხმარება მასწავლებლებს, რომ გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება. ეს არის გარკვეული ინოვაციის ნაბიჯები და რა თქმა უნდა ურთიერთგაზიარებით, ურთიერთმხარდაჭერით ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენ საზოგადოებას. მადლობა ამისათვის. მადლობა თითოეულ მონაწილეს დღეს კონფერენციაში, რომ და მინდა გითხრათ, რომ დღეს ვფიქრობ, რომ არ მიწყენეთ ჩვენი საპატიო სტუმრები, ყველაზე საპატიო სტუმრებთან შორის შეიძლება მოვიაზროთ ქალბატონი კატერ აბრამქამიანი და ლინა შაგინიანი. ქალბატონი ლინა შაგინიანი საზღვრების გარეთ ასწავლის ქართულ ენას და ფაქტობრივად ეს არის ჩვენი ელჩი საქართველოდან სასუნთქეთში. ამისათვის უღრმესი მადლობა. თითოეულ მონაწილეს, თითოეულ მოხსენებებს უღრმესი მადლობა და ვფიქრობ, რომ მათი წინადადებები, მათი ინოვაციები, მიგრებები ჩვენთვის იქნება ძალიან საინტერესო. ინტეგრირებული პროექტი, რომელიც ემსახურება ინჟინერების განვითარებას, რაც სასკოლო კულტურის საფუძველშია ჩადენილი. იგი ეხება ხებას, რომ სასწავლო გარემო უნდა გაასწროს ტრადიციული გაფორმების ჩარჩოს და გახდეს მრავალწლიური კულტურული შემეცნების სივრცე, სადაც სწავლა რეალურ ცხოვრებას უკავშირდება. ჩემზე მე დამკვიდრობოდნენ რაღაცი. სრულიად თავისუფლება მეჭირა, ამანაც მომწეს საოცარი შედეგი. ტრაპაკში გამართული ღონისძიება დახვდნენ აზერეთის ეროვნულ ტრაპაკში მუზეუმში დახვდნენ წარმოადგენლები სპეციალურად მომზადებული ჰქონდათ ჩვენთვის სემინარი, რომელსაც მოისმენდნენ ბავშვები, მაგრამ რომ შევთავაზეთ, თუ შეიძლებოდა რომ ჩვენ მომზადებული მოვიდეთ და უკავშირი მოეცა ჩვენთვის თუ რამე მინდა გითხრათ, რომ დასავლური ხალხის დედაქალაქის საქართველოს საჯარო სკოლის დირექტორი ხორციელდებოდა 4 თვის განმავლობაში, საბოლოოდ ანგარიშმა მიიღო 7 ივნის. ეხლა უშუალოდ მინდა ჩავშალო კვლევის ამოცანები. ძირითადი მიზანი კვლევის შემთხვევაში მე ვქონდა, რომ შეფასებულიყო ქალაქ თბილისის საჯარო სკოლის დირექციისა და ადმინისტრაციის მიერ სასწავლო პროცესების მენეჯმენტის მექანიზმები, ხარისხის მიმართულებით და ეს პროცესები უნდა შეეფასებინათ როგორც მოსწავლეებს, ასევე მშობლებს, ასევე მასწავლებლებს და თავად ადმინისტრაციისა და დირექციის წარმომადგენლებს. მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსური იყო, იმიტომ რომ ამ პროცესის შეფასებაში და პრობლემების გამოვლენაში, ასევე დადებითი ფაქტების გამოვლენაში თითოეული კომპონენტი იყო კომპლექსურად ჩართული. ძირითადი ამოცანები ჩვენ გვქონდა, რომ ხელოვნური ინტელექტი, აქ არის ლექსიკა, აქ არის მწერის საკითხები და შინაარსი, რა თქმა უნდა, თემატიკის ძირითადად დღეს მე წარმოვადგენ მიფოლოგიას, რომელიც ამ დღეებში დაგვიცა პრეზენტაცია ერევნის პედაგოგიური ინსტიტუტში, ანუ ეს იყო ფორუმი მეხუთე საერთაშორისო და წარმოვადგინე როგორც ამაღლების ხარისხს და ვიყენებდი სათანადო აქტივობებს. შემდეგ უკვე ჩემს გაკვეთილებზე შემოვიტანე თანამედროვე მიდგომით, შევთავაზე მოსწავლეებს,
შემდეგ ბოლოში მაქვს ვიდეო, სადაც და რა თქმა უნდა არ არის ვიდეო სიგელები რომის ბავშვებმა მიიღეს ჩვენი ბიბლიოთეკის მესეულების და ნაცნობად კათოლიკოსებისგან. ეს იყო ძალიან დიდი ემოცია ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა ეს კლუბი იყო ერთწლიანი, ჩვენ წელს ამოწურეთ ეს, მაგრამ გრძელდება შემდეგ. ამასთან დაერთო კიდევ ის, რომ არა მარტო ფილმის კლუბი და არა მარტო პროექტი, რომელიც ბავშვებმა განახორციელეს და შეიქმნა პატარა წიგნები, ჩვენ დავამზადეთ რესურსი. წარმოდგენილი არის პროცესი და შედეგები. ეს არის რაოდენობრივი მონაცემი თითოეულ საკავშირში თუ რა მონაცემი იყო კითხვარებით დაგროვილი. საინტერესო არის ის, რომ გაჯგუფდა საგნების მიხედვით ეს კითხვარის მიერ მოწოდებული უკვე შედეგი და თავისთავად გამოვლინდა ის საჭიროებები, რომლებიც იყო კვლევაში წარმოდგენილი. ასევე მინდა წარმოგიდგინოთ, უშუალოდ იყო საგნის ინდივიდუალური 98 სკოლა ცოტათი უწინარესი იყო, მაგრამ ჩვენ ყველანაირი პრიზი მოვხსენით ერევანში. ხომასია. ეს პირველი ადგილი მივიღე კონფერენციაში, პირველი ადგილი მივიღე და მე პირველად დავიმსახურეთ ჯგუფმა, იმ გამარჯვებულთა ჯგუფმა იმ აგარაკზე დასვენება, რომელიც სომხეთის საზღვრებშია, მაგრამ საქართველოს მიწაა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. და მინდა თქვენ როგორც ხალხის მასწავლებლად, როგორც აი მართლა ელჩს სომხეთში, ქართველთა ელჩს ავლაბრიდან აფრენეს და გადაფრენეს იგი. შექსპირის სონეტები მოგართვათ, ისეთი უნიკალური თარგმანი, რომელიც ეკუთვნის რეზო თაბუბაშვილს და მინდა გითხრათ, რომ როდესაც პირველად დაიბეჭდა ეს კრებული, მაშინ ითქვა ძალიან ძლიერი კრიტიკოსებისა და ლიტერატურის მცოდნეებისაგან. არაფრით ყველს აღუდებს კი არა, უწინარესიც არის ქართული ვერსია. ორიგინალზე. უწინარესიც არის და ამიტომ შეასწავლეთ ჩვენ საყვარელ სომხებს შექსპირი და აუცილებლად. შექსპირი მართალია შემოგვიყვება მე ვარ ალბათორი ნათია